იქ სადაც კარგი გარემოა, კარგი შემოქმედებითი საღამოებით სტარდება. ცნობილი მომღერლების ვოკალის მიღმა ახალგაზრდა კომპოზიტორის შემოქმედებაა. 21 მაისს ოტიუმში გამართულმა საავტორო კონცერტმა მაიკო კაჭკაჭიშვილის თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ მოხიბლა. სიმღერა ჩემოთბილის ქალაქო კონცერტის სახელწოდებადაც იქცა, ხოლო დევიზმა ერთად გავფანტოთ ღამის სიჩუმე თავისი დანიშნულება პირნათლად შეასრულა. 2001 წლიდან 2017 წლამდე რაც გამიკეთებია, ვთქვათ ესე გამოცდა დღეს ჩავაბარებ და მე უკვე ახალ სიმღერებს დავიწყებ. იმ ჰიტების პარალელურად, რომლებიც საზოგადოებამ შეიყვარა, შესრულდა ახალი სიმღერის პრემიერებიც. კერძოდ კახა კუხიანიძის შენამდე და ვერიკო ტურაშვილის სასიყვარულოში ნარსის სიმღერა რომ შემეძლოს. საღამოს ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღის კულმინაცია და ამაღელობელ მომენტად უნდა ჩაითვალოს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მიერ მაიკოსათვის 60-ოთახიანი ბინის გადაცემა. გილოცავთ ქალბატონო მაია, კომპანია Building Solutions ერთმანეთი გადმოგცემ 60-ოთახიან ბინას. კომპოზიტორის ემოციურობა მოლოდინს გადააჭარბა. რადიო დარდიმანი და ტელეკომპანია აფხაზეთის ხმა კი ულოცავს ახალგაზრდა კომპოზიტორს ამ დიდ ბედნიერებას. რა შემიძლია ვთქვა, პირველ რიგში ის რომ საღამოს შედგა, ანშლაგი აქვს დღეს მაიას და ეს მის შემოქმედების დამსახურებაა. ნიჭერესი ქალია და მიხარია რომ სწორედ მაია არის იმ კატეგორიის შემოქმედი, რომელიც სულ ცდილობს დამოუკიდებლად კომერციული ინტერესებისა, რომ რაღაც დაწეროს, შექმნას და თუ მიბაძავენ ჩვენი ავტორები მას, კარგი იქნება, გაიხარებს ETS შოუ ბიზნესი და რაც თავარია მაიას ულოცავ არაჩვეულებრივ საჩუქარს, რომელიც დღეს გადაეცა მას. ჩემი ოჯახია მაიკო და უსურვებ რომ სულ ბედნიერი იყოს და შემოქმედებითაც სულ გაავითარდეს და წინ წავიდეს. ძალიან მიყვარს. მაიკოს შესახებ შემილია მხოლოდ ძალიან ბევრი კარგის თქმა. ის არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, მაგრამ სუბიექტურობა რო გადავწიო გვერდზე და ესე ობიექტურად შევხედო, ჩემთვის არის თანამედროვე ქართულ მუსიკაში ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი, რომელიც არ ჩერდება, აკეთებს, სიახლეებს თავაზობს ქართველ მსმენელს და მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც ჩემს მუსიკალურ კლია შემოქმედებას თვალდახუჭული ვანდობდი მას. მე მგონი რომ ფანტასტიკურად მიმდინარეობს კონცერტი და წინ კიდევ ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი სიმღერა გველოდება, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს მაიკოს შემოქმედება და ჩემი ახალი სიმღერები რაც დღეს არ შევასრულე და მზადების პროცესშია, კიდევ ორი მაქვს, რომელსაც ვევლები, იმიტომ რომ ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს და იმედია მსმენელიც და მაყურებელიც ძალიან მალე შეიყვარებს მათ. ულოცავ აი იმ საოცარ სურპრიზს, რომელიც აი ამ კომპანიამ გაუკეთა მაიკოს, არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს არის საოცარი დღე. ჩემი და მაიკოს მეგობრობა ძალიან დიდი ხნის არის, დაახლოებით 18 წელს მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც იქნა ამ არაჩვეულებრივი ადამიანის კომპოზიტორის სიმღერის მღერა შევძელი მე და დღეს შევასრულებ, რა თქმა უნდა, დაახლოებით 1 თვის წინ გამოვიდა ჩემი ახალი სიმღერა, რომელიც მაიკომ დაწერა და რავი, ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, ულამაზესი შემოქმედება აქვს მაიკოს და მინდა უსურვო წარმატება და სულ ესეთი ლამაზ სიმღერები წეროს მთელი ცხოვრების მანძილზე.